მოგესალმებით, ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეთერშია ტელეკომპანია სეზონი, დღის შემაჯამებელი გადაცემით. არა და არ იქნა ვერ გამთავისუფლდით დასავლეთის აი ამ ზაკრული შეტევებისაგან. ყოველდღიურად ხორციელდება თავდასხმები ჩვენს ქვეყანაზე. და მე ვფიქრობ, რომ ხელისუფლებამ უნდა გადადგას ერთხელ და სამუდამოდ ეს ნაბიჯი და ბოლო-ბოლო მოხდეს განქორწინება ჩვენსა და დასავლეთს შორის. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ურთიერთობა არ უნდა გქონდეს დასავლეთთან, მაგრამ სადაც ვიწროა იქ გაწყდეს, რომ ნათქვამია და აღარ შეიძლება უკვე ამდენი შეურაცხყოფის ატანა, რასაც ეს ხალხი ჩვენ გვაყენებს. არ შეიძლება იმის ატანა, რომ ესე იგი ფულს ურიცხავენ იმ ხალხს, ვისაც ქვეყნის გადატრიალება უნდათ. ერერევიან ჩვენს საშინაო საქმეებში. ხედავთ, რომ პროცესებზე დარბიან და ამით ეუნებიან აი ამ აქციის მონაწილეებს, მიდით მიაწექით, ჩამოაგდეთ ეს ხელისუფლება. ეხლა გუშინ დააკავეს და პატიმრობასაც შეუფარდებენ უკვე ზურა გირჩი ჯაფარიძეს და ეს ელჩები გამოდიან და რატო ეს ადეკვატური არ იყო. ეხლა ეს ჯაფარიძეც, ოქრუაშვილიც და მალე კიდე გვარამიაც და ისინიც მიყვებიან კიდევ სხვა პირები. რეალურად ხელისუფლებამ კი არ დააპატიმრა. თვითონ დაიპატიმრეს თავი, იმიტომ რომ არც კომისიაზე მივიდნენ, არც გირაო გადაიხადეს, და ხელისუფლებას რა უნდა გაეკეთებინა მაინტერესებს. მაგრამ ეს რატო კეთდება ისიც მეგობრებო, რომ შემდგომ ეგრეთ წოდებული კარტინკა უნდა აჩვენონ დასავლეთში, რომ აი ხედავთ რა ესე იგი სისხლის მსმელი ხელისუფლება ყავს საქართველოს, რომ ყველა პოლიტიკური პარტიის ლიდერი დაიჭირეს. ეს არის დიქტატურა. და ამ დროს ეხლა თუ დანაშაუშაინეს, რა უნდა ქნას ხელისუფლებამ? რა უნდა ქნას ეხლა ზურა გირჩი ჯაფარიძეს ეხლა თუ გონია რომ ჰარამხანაში გადაიყვანენ ციხის მაგივრად, ეს ესე ვერ მოხდება. კაცი რომელიც გმირად იქნა გამოცხადებული, კაცი რომლის პორტრეტსაც აეხლა შემოგთავაზა. ბატონ ზურა გვერდება უშუალოდ ამ ოთახიდან, სადაც მოეწყობა პირველი საროსკიპო პარტიის ოფისში, როგორც უკვე ვთქვით. გვაქვს სხვადასხვა ტიპის სექს ინსტრუმენტალი, ანუ რაღაცები რაც გამოიყენება სექსის დროს, მეტი სიამოვნების მიღებისთვის. ჩავიხადო და ტრაკი დავანახო. მინდა დავთოხნი და ესე ვიშოვი, ფულს მინდა წავალ და ჩემი მარჯვენის გამოყენებით და ჩემი პირის გამოყენებით ვიღაცას მივაღწევინებ ორგაზმს და ამაში გამოვართმევ ფულს. ჯიბეში მაქვს 3 წალი ჯოინტი და ეს არის გასაღება, რო იცოდეთ, ანუ 3 წას უბრალოდ ვარიდე. ერთი ჯოინტი, ორი ჯოინტი. გადაწყვეტეთ, რომ პორნო საიტზე გაგეშვათ რეკლამა, შემდეგი ლოზუნგით მეტი სექსი, მეტი თავისუფლება და მე ზომის გაზრდას არ გპირდებით. ის რომ ადამიანებს ციხეში ურწყავდნენ, მე ვიცოდი და ჩემგანში ყველა მიცოდა. საკნებში ვიღაცა თუ დაილაპარაკებდა, შემოდიოდნენ და ვიღაცებს სცემდნენ, მე ეს ვიცოდი. იცოდით ეს არ იყო პრობლემა. ხარ ჩვეულებრივი ყლე, ჩმორი, რომელსაც ტრაკი არ აქვს. აჩვენეთ ამ მართლა ყლებს, ვინ არის ყლე? გამოდი ტრაკი გაანძრიეთ, დედამოწყმულებს. და მოსახლეობის დიდ ნაწილს, რომელიც არის შეუგნებელი, ის დედა შევეც. ვისაც ეკრება ტრაკი და ვისაც ტრაკი არის. რა სირი უნდა იყოს, მე ნაბიჭვარი. ბოზიში არ მჯერა სულისირობა. ყველამ რო აწიოს ტრაკი, იქ შეიკრიბება 500 ტრაკი. კიდე გააკეთებ, შეიკრიბება 1000 ტრაკი. მე ვებზად რევოლუციური სცენარისტი. მივალთ რევოლუციამდე, კი რა. აი ეს მეტრაკეთა პარტიის ლიდერი, რომელიც გამოირჩა იმით, რომ მივიდა იქ საოკუპაციო ხაზთან და ჩაიხადა და აჩვენა, ყოველ ორ სიტყვაში ტრაკს ახსენებს ბოდიში მაყურებელთან და აი ეს ბრიტანეთის ელჩი, საფრანგეთის ელჩის აზრით ეს კაცი ყოფილა, ესე იგი ეს მეპირფალოსე კაცი ყოფილა პოლიტპატიმარი, გესმით თქვენ? კაცი, რომელიც საკუთარი პარტიის საარჩევნო კლიპს ათავსებდა პორნო ხაბზე. ეს არის ჩუკენთა, მეტრაკეთა, მეპირფალოსთა და ესე იგი ავანტყოფთა პარტიის თავმჯდომარე. და ეს კაცი ვიღაცებს უნდა წარმოაჩინონ რაღაცა რამის ახალ ნელსონ მანდელად, რამის ახალ ჩე გევარად. რევოლუციონერად, რომელსაც თურმე
ესე იგი, ჩვენ უნდა პატივი ვცეთ, რაში უნდა ვცეთ ამ პატივი? ეს არის საერთოდ იმ დღეს ახლა ესეთი სცენები დადგეს სასამართლოში, მივიდა, მეუღლე, რაღაცა ხელი გაწოდა. ბიჭო, თუ ოჯახი გაგდა, თუ მეუღლე ყავს, ვერ გავიგე რა პორნო და რა იმას, რა ქვია, ბორდელს მიკეთებ სტუდიაში და რა პირით გავაკეთებო, თუ ოჯახი ყავს, კაც ესე უნდა მოიქცე მართლა? თუ ვერ გავიგე რა არის ბნელა ამ ქვეყანაზე, გამოდის პატრიარქს აგინებს, გამოდის ხალხს აგინებს, მივიდა სუსთან, მანქანა იმასკდა დაანგრია და ეხლა შევიდა იქ ციხეზე, ერთი შესულიყავი შენ სააკაშვილის ციხეზე, კარგად გამოხვიდოდი რა. ეხლა დღევანდელი ციხეები სააკაშვილის ციხეებთან შედარებით ეს არის სანატორიუმი. და მიდიან იქ გაპუტყუნებული გამოდიან მერე რა. იქ ხან ინტერნეტ ვერ გავიგე ეს ხალხი კიდე ციხეში შედის თუ მართლა ბორდელში შედის რა. მე ვერ ხვდები რა. სააკაშვილი ინტერნეტ კაფეშია, ის წიგნებიდან რაღაცებს მეებს იმაშვება, რაღაცას გაგზავნის და არ ვიცი საერთოდ ეს ხალხი ციხეში ზის? არაფერი არ ეთყობა ამათ ციხეში ჯდომის რა. ციხე იმისთვის კი არ არის მართლა რომ ვიღაცა აწამონ, მაგრამ ციხეში შედის ადამიანი რომ დაფიქდეს და მეორეჯერ არ გააკეთოს ის. გამოსასწორებელი გარკვეულწილად დაწესებულება ადამიანების და ეს გამოსასწორებლად კი არა იქ მიდიან დროს ატარებენ რა. და ამიტომაც არის ფეხებზე არ კიდიათ, შევალ ციხეზე წამოკოტრიალდები და არ ვიცი მე ესეთი შთაბეჭდილება მეკვდება რომ ამ ჩვენ საპატიმროებში ქალები შეყავთ ალბათ რაღაცა იქ იმას ურბარილიცა იშლება და დოლგარმონი მიდი მოვდივარ არ ვიცი ამათვის ეს ხო არ არის განსაცვლელი რა უხარიათ აბა ერთი მაინტერესებს რა შევალ ციხეზე მაგრამ კიდევ ერთხელ ეს შესვლა ციხეზე მართლა სერიოზულად რო თქვათ ეხლა იმიტომ ხდება რომ ამ დასავლეთს აჩვენონ რომ პირსისხლიანი ქართული ოცნება ყველას იჭერს და ამ დროს ეხა იჭერს იმიტომ რომ აჭერინებს თავს. იმისი არ იყოს შერეკილებში არის მრეკეთ ქალბატონო მარგარიტა რა და ესე იგი ისე დაგიჭერთ, კაი მაშინ მოგათავსებთო კამერაში, ისე არიან ესენი რა. ესე იგი უნდათ რომ მოათავსონ კამერებში, მე რომ დასავლეთში გაყიდონ ეს თემა. აი ეს არის და ეს. და მე აქ აწყობენ ობსტრუქციებს, აწყობენ მთელ ამბებს რომ მე იმ გუშინ ესე იგი გადაკეტეს სასამართლო ეს ნანუკა მენჯებიდან ვარდებოდა საფრანგეთიდან რაც შესაჭმელი იყო იქ ყველაფერი შეჭამა შესვა რა ვიცი თვითონ იძახდა ეს ჭამე რა ვიცი რაღაცა ვისახარბებ და ეხა წარმოგიდგენიათ ხალხო ესენი მე მინდა სოლიდარობა გამოუცხადა თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურებს აი ეს ხალხი არის ვაშკაცი ხალხი ნამდვილად რა ეს ხალხი რასაც იტანს იმ შეურაცხყოფას, იმ თავდასხმებს, აი ამ ნაძირლებისაგან. მიდიან, ესე იგი, ის ვიღაცა გამოხდა იქა ერთი, მე არ ვიცი, აი ეს ხალხი საერთოდ ჭკუიდან გამოვიდა ვიღაცა ახალგაზრდა გოგონა და ესე იგი იძახის იმას, რომ მეო მკერდზე მომკიდეს ხელი, აი განახებთ ერთი სასამართლოში ვიყავი და იმის ნაცვლად რომ სიტყვიერად ეთქვა გავსულიყავი ადგილზე ვიყავი და ვიღებდი არა ვარ პრესის წარმომადგენელი დამსწრეპირი ვიყავი სასამართლოზე რომელიც უნდა შევსულიყავი მკერდზე დამაჭირა სპეციალურად ხელი რომ მეგრძნოთ კივილი და გამოვეყვანე არ ვაპატიებ ეს არის სექსუალური მანიაკი მას არანაირი მანდატური არანაირი კავშირი არ აქვს იმ სამსახურთან და იმ მოვალეობასთან რასაც ახლა ასრულებს და აუცილებლად აგებს ის სამართლებრივად პასუხს მე პირადად ვპირდები რომ აუცილებლად შვილო გახცილი ხარ ტანზე და ეხლა ვერ გავიგე მკერდზე მოკიდებს ხელს აბა რა იქნება ეხლა ვერ გავიგე თუ არაფერი არ გაცვია ტანზე და თუ კი ეხლა ჯაჯგურში ვის რა თუნდა თქვენი მკერდი ვის რა თუნდა თქვენი ბოდიში და ერთი ადგილი რა მიდით რა და ერთი უცხოეთში გააკეთეთ ისა მკერდი კი არა სანატრელი გაგიხდებათ ყველა სხეულის ნაწილი რა ესე იგი ეს ხალხი გაგაგიჟებს რა მიხვალ პროცესზე ის ესე იგი რაღაცა ზონდერ დაჯგუფებასავით მოვლენ ეს მონა უყვირიან იმებს იმ რა ქვია მანდატურებს პოლიციელებს მე მინდა ამ ხელისუფლებას მინდა მივმართო რა 4000 ლარიანი ჯარიმები კი არ უნდა გამოუწეროთ ამ ადამიანებს აი ახლა იმ ზუგდიდში მარიამ სიჭინავას 4000 ლარიანი ჯარიმა გამოუწერეს იმ ზარქუას შეურაცხყოფისთვის კიდე ვიღაცებს სისხლის სამართლებრივი პასუხისგებლობა უნდა დადგეს და პლუს კიდე ეგ ჯარიმაც. იმიტომ რომ ამათ რა ენაღლებათ იმ 4000 ვიხდის ევროკავშირი. სულ ფეხებზე არ კიდე აი მარიამ სიჭინავად ამაყობს მე მაგ 30 ისა ჯარიმა, მე მაგ 35 ჯარიმა. მართლა რომ მაგათი გადასახდელი იყოს ეს 35 ჯარიმა თავს მოიკლავდნენ უკვე. არ შეიძლება მეგობრებო ესე.
არ შეიძლება ესე როგორ შეიძლება ეს ქვეყანა მართლა ესე ჩალასავით იყოს ეს მანდატურები გმირი ბიჭები იქ ხედან ესე იგი იმის მაგრა წესრიგი დაიცვა ნაკი ჯუჯუებს უნდა უყო ვიღაცები თუნდაც მკერდი და თელი ისა და ესე იგი მკერდით არ შემეხო იმით არ შემეხო ვერ გავიგე რა უბედურება დღეს თბილისის საქალაქო სასამართლო არის ქცეული რაღაცა გეურე ჯოჯოხეთად არის ქცეული რო შეხვალ გარეთ გამოხვალ ეს პანა დგას შეურაცხყოფას აყენებენ მანდატურებს შეურაცხყოფას აყენებენ პოლიციელებს იმ დღეს ესე იგი ჭკუიდან გადახვალ კაცი რეები ხდება ესე იგი ახალგაზრდა ქალბატონი თბილისის ესე იგი შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს ნახეთ ერთი რა შეურაცხყოფას აყენებენ ეს დაც მდედრიონი აი ნახეთ ეხლა უჩებში დაგაკოდა ეს ნაკალები უნდა ჩაისვა. რა მეწყობს. ნაკალები უნდა ჩაისვა. რა მაქვს. მოწმეების გოდიავს. აი დასწრა. არა, რატო დავაწყობა? თქვენი კომენტარი ნახეთ. მოსდომ მიწევდა ფოტოშოპში. ჩემი? მოსდომ მიწევდა. დაგიწოდა? ხო, მოსდომ მიწევდა. მე? კი, სკრინის მოხსენა. აუცილებლად მოყვა სამასაკრებო შედეგი. პროკურორი იქნება თუ ჩვენ თავის წარმომადგენელი? აი ეს პატარა რო არის, რა ქვია, ვიღაცა ის ბევრს აქტიურობს რა. ესე იგი შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს, რომელიც პროცესებზე დადის, კეკელკაო, რა, მკერდი გაქო, რა ისაო, თუ ესე იგი ესენი სექსუალურად აღზნებული ადამიანები, რომლებიც ხან ესე იგი ორ სიტყვაში ერთხელ იმ სასქეს ორგანოებს მკერდს იმას ესე იგი შეურაცხყოფას აყენებენ. აი ხა სააკაშვილის დროს, რომ შუსუს წარმომადგენელისთვის რომ ეგრევე მიემართა ვინმეს, მთელი დედაბუდიანად გასახლებული ხდებოდა ქვეყნიდან. არ ვიცი, როდემდე უნდა ვითვინოთ აი ამ გიჟების შემოტევება, მაინტერესებს. მე მინდა ხელისუფლებას მივმართო. ეხლა თქვენ თუ მაზოხისტები ხართ და ქსიამოვნებთ, გავიგე, მაგრამ ჩვენ არ ქსიამოვნებს ეს ყველაფერი. დაიჭირეთ ეს ნაძირლები და გადაიყვანეთ ციხეში, კაცო, რა უბედურებაა ესა. ეს 5000 ლარიანი ჯარიმები არ არის საკმარის იმისათვის, რომ ქვეყანაში წესრიგი დამყარდეს. იმიტომ რომ ამ ფულს იხდის ევროკავშირი. გაუგონარი რაღაცები ხდება, დღეს ჩვენ ამ თემებზე გვექნება საუბარი. ჩვენ სტუმართან ერთად სამართლის ექსპერტი, ადვოკატი ბატონი დავით ზირაქიშვილია ჩვენი სტუმარი. მოგესალმებით ბატონო დავით. მოგესალმებით, მიესალმებით თქვენ ტელემოყურებლებს. ბატონო დავით, სანამ დავიწყებ საუბარს, ერთი ასევე მინდა გითხრათ, რომ დღეს არის აფხაზეთობა, სიმონ კანალიძის ხსენების დღე, მინდა თითოეულ თქვენთაგანს მიულოთ რა ეს დიდი წმინდანების დღე და მე აფხაზეთობას რახან ავნიშნავთ, მალე ჩვენ აფხაზეთთან ერთად გვეზე იმოს და ჩვენს სამაჩაბლოსთან ერთად გვეზე იმოს სიმონ კანალიძის ხსენების დღე. ბატონო დავით, აი თქვენ რა სიტყვით ახლა რაც ხდება ეგ სასამართლოში, რაც ამ გირჩელებთან ხდება, გირჩი ჯაფარიძესთან და რა შეფასებას გაუკეთებთ თქვენ ამას? ნუ დავიწყოთ იქიდან, რომ უდიდესი შეცდომა იქნა ჩადენილი, როდესაც გირჩის პარტიის წევრებს, ასე ვთქვათ, რელიგიური თვალსაზრისით ჯარის გაწევიდან ვალდებულება მოუხსნეს. ეს იყო უდიდესი შეცდომა. ეს არ არის არც ტრადიციული სასულიერო კონფესია, ეს არის ელემენტარული სექტა, რომელზედაც ამ აზროვნების გამო და შინაგანი მოწოდების გამო ჯარიდან განთავისუფლება მათ არ ეკუთვნოდა. ამ გირჩმა პატრიოტულ ტელემაყურებლებო სერიოზული ხმები მიიღო მოსახლეობის, ბარიერის გადალახა წინა არჩევნებში და ასე რომ ლეგიტიმაცია მიცემული პოლიტიკური პარტია მიუხედავად ამისა გაიყო თუ არ გაიყო, მათ ასევე მიიმხრეს ნარკომანები, როდესაც თავისუფლად იქნა დაშვებული მარიხუანის მოხმარება და მათი ასე ვთქვათ იდეურ მორალური წინამძღვარი გახდა ეს გირჩი ჯაფარიძე. ახლა ვინც არის ეს გირჩი ჯაფარიძე ვიცით. და ასე ვთქვათ, როგორც ბატონმა ნიკოლოზმა აღნიშნა, ესენი ცდილობენ შექმნან ისეთი ფონი ქვეყანაში, რომ
დასავლეთმა აღიაროს საქართველოს, რომელიც კანონს არღოს და ქვეყანა გაავსო პოლიტპატიმრებით. ესენი არ არიან პოლიტპატიმრები, ესენი არიან ფაქტიურად რევანშის სამღები ნაციონალური მოძრაობა, გამოყოფილი ცალ-ცალკე და მათ მიმართ უფრო კაცრი ზომები უნდა გატარდეს და ეს საკითხი, ამ საკითხის შესწავლა თუნდაც დროებით საგამოძიებო კომისიაში უნდა დაიწყოს 2003 წლის 22 ნოემბრიდან, როდესაც მათ მოახდინეს ძალადობრივი გზით ხელისუფლების ხელში ჩაგდება და მთელი ამ ხნის განმავლობაში მათ მიერ ჩადენილია მრავალი დანაშაული, კონკრეტული დანაშაულია. საუბარი იყო 28,000 სისხლის სამართლის საქმე შემოწყობილი არის პროკურატურაში და მტვერი აქვს დადებული. ამოიღეთ ეს საქმეები, განაახლეთ, ჩახედეთ მასში რა მონაწილეობა აქვს მიღებული ბოკერიას, ამ კეზერაშვილს, უგულავას, რა ვიცი რომელი ერთი გვარი ჩამოთვალო. ყველა მათზე არის კონკრეტული საქმეები აღძრული და ხილებულები არიან. ამას ვერც ერთი დროებით საგამოძიებო კომისია ვერ გაწვდება და ვერ დადებს იმ რეალურ შედეგს, რასაც დადებს პროკურატურა. დაიწყეთ გამოძიება, ხო მაინც საგამოძიებო კომისიიდან მასალები უნდა გადავიდეს პროკურატურაში და აგერდებს და რაღაც ელოდებით ამ ხელად წერეს რო არ ტყავთ და ისე იქ უნდა მიყვიდეთ, რაზეც უკვე გამზადებული მასალები დევს. დაიწყეთ იქიდან და ეს ამდენი აურზაური აღარ იქნება, კაცო. ამათ ფონი შექმნეს ისეთი ქვეყანაში, რომ მთელი სახელმწიფო ინსტიტუტები და საზოგადოებრივი ჯანსაღი ნაწილი მათი ასე ვთქვათ შემოგდებული როგორ ვთქვათ, აი მათი შემოგდებული სიტუაციებით ცხოვრობს. მათი პრობლემებით ცხოვრობს. ესე იგი ეგენი ქვეწონებენ და ეგენი გვაძლევენ ასე ვთქვათ ცხოვრების ურთიერთობის და ასე ვთქვათ ქვეყნის წინსვლის წესს. და ამათ უნდა ემსახურებოდეს ჯარიც, პოლიციაც, სასამართლოც. დაიღალა ხალხი, დაიღალა ის პოლიციელი, დაიღალა ის მოსამართლე, კაცო. შეწყვიტეთ ეს ვაკხანალია ქვეყანაში. გადადით რეალურ ქმედებებზე. კი ბატონო, ეხლა ჯაფარიძეს რა უნდა ეთქვა ისეთი დროებით კომისიაში, რაც არ ადევს მასზე მასალები პროკურატურაში. იქიდან დაიწყეთ, თუ საჭიროდ ჩათვლით, იქაც მიდით, კაცო, მაგრამ ხო ამბობ ეხლა დროებით საგამოძიებო კომისიის მასალები ბრუნდება ისე პროკურატურაში. აღარ არის დრო ამ შოუებისა, კაცო, უკვე აგერ მორიგი არჩევნები მოვიდა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მოვიდა და ესენი გვაცხოვრებენ თავიანთი შემოგდებული თამაშის წესებით. უნდა აკრძალოთ. არა, უნდა აკრძალოს კი არა, დასაჭერები არიან ესენი. მოდა მაგას ვიძახი, ამას რა არის, იცით ეხა უკვე აი ეს აქტივისტები, ვითომ ეხა სასაცილო არის, ეს ვიღაცები ხარხარებენ ეს ერთი მაინტერესებს, სასიამოვნო არის ეხლა იმ დღეს რომ მიუვარდნენ იმ მარიამ ლაშეს, ნაძირალა, ერთი მიწასარაცილებიან ის გოგოები და რამხელა ტრავმა მიაყენეს იმ ოჯახს. ერთი მაინტერესებს თქვენ შვილებს რო ესეთი შეურაცხყოფა მიაყენოთ, როგორ ჭკუაზე იქნებით ერთი რა. დაიჭირეთ ეს ნაძირლები ესენი, კაცო, რა უბედურებაა ესა. მიუვარდნენ ახალგაზრდა ქალბატონს ოჯახთან ერთად და შვილები დასტრესეს. ეხა ვინმე მიცის რამხელა ტრავმა მიიღო და რა როდემდე გაყვება იმ ბავშვებს ეს ყველაფერი, კაცო? დგანან იმ სასამართლოსთან ეს ბოდიშთა ჯიბგირები ესენი და იქ შეურაცხყოფას ეყენებენ იმ ხალხს ყველა. იყენებენ სასამართლოს, პოლიციას, პროკურატურას, სამართალდამცავ ორგანოებს იყენებენ. შეურაცხყოფას აყენებენ ამ პოლიციელებს, კაცო. ეს პოლიცია მართლა ძეგლი უნდა დაუდგათ ამ რამდენმა ითმინოს ამ პოლიცია მაინტერესებს რა. დაყრიან ბოლოს და ბოლოს იმ იარაღს და არ გვინდა რა ისა რა პოლიციის გარდა ხალხს უნდა ნორმალურ გარემოში ცხოვრება. დავიღალეთ უკვე რა, გადაკეტილი თბილისის გზები. გადაკეტილია ყველაფერი გადაკეტილია. რო ხო უნდა დამთავრდეს ახლა ამ სიტუაციით თუ ჩვენ მივალთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ცუდი შედეგები დაიდება. ძალიან ცუდი შედეგები დაიდება, ისეთი ცუდი შედეგები რომ წარმოუდგენელია. ხალხო ნუაკეთებთ ამას. შეზღუდეთ, მოუჭირეთ, გამოაცალკევეთ ლიდერები, რამდენჯერ უნდა თქვა. ყველაზე თითოეულზე მათგანზე არის რაღაც მასალები, ხო, მიეცით შეფასება. სისხლის სამართლებრივი საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა არის, მასობრივი არეულობებია, ვერამდენეთა ვთქვა. არა, ეხლა ერთი რამეა, იცით, აი თქვენ სწორად აღნიშნეთ. ხალხს მოენატრა სიმშვიდე. აი ეხლა ნოსტალგია რატო აქვს საბჭოთა კავშირისადმი? ხალხს, იმიტომ რომ სიმშვიდე იყო, ვინ გაბედავდა რომ ქუჩა გადაკეტილი იყო. ჩვენ დავიღალეთ უკვე რა, მოგეცით ხმა რომ მოგვაცილეთ ეს ნაციონალები. ეხლა ვიღაცა გამოიტყვის, აი ეს არის სახე, ვიცით ამათი სახე ჩვენ 2012 წლამდე იყვნენ ესენი და მაგიტომ მოგეცით თქვენ მანდატი რომ 2025 წლამდე არიან კიდე არაფერი არ არის. ხო და
დავიღალეთ კაცო ვერ გავიგე აღარ გვინდა ამ ნაძირლების ყურება ამ ნაძირლების ამათი როგორ პედავენ ესენი შვილებს უვარდებიან შვილებს ეხებიან უკვე აი ხო ხედავთ არა ტელეფონით ადამიანი შეიძლება ესე იგი რამხელა სტრესი იღებს მონა ეს ჩათლახები ესენი ნაძირლები ესენი რა ესე იგი თვითონ ეხლა აი თუ აი ბოდიში მაყურებელთან და იცით რა შეა საქმე ეხლა ვიღაცა შორიდან უყურებს ამას და აბა ერთი თქვენ გაგიკეთონ ეგ აბა თქვენ გაგიკეთონ აი ხა ტელევიზორთან რო ზიხარ და რო გვიყურებთ როგორი მოსასმენი არის ეს რომ ადამიანს მიუვარდებიან გადაიღებენ და მე აჩვენებენ და მე ესე იგი ხდება იმისი გაშავება მე რა საზოგადოების ჯანსაღი ნაწილი არის დაუცველი და კიდევ ვიმეორებ აი ეს სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობებით ამათი ასე ვთქვათ პროპაგანდა ხდება რა ამათი აი როგორ ვთქვათ აი ძალაუფლების გაფეთიშება ხდება კაცო ხალხს აჩვენებენ რომ ესენი ძლიერები არიან იქ მანდატურს ედავებიან იქ პოლიციელს ედავებიან ეს პოლიციელები უკვე რამდენი თვეა ფაქტიურად წელიწადზე მეტია თავდაცვით პოზიციებში არიან იმის ნაცვლად რომ არ ბედნენ ამ მსგავსებებს და მასობრივ არეულობებს შეცვალეთ ტაქტიკა ხალხო ესენი გიცვლენ ტაქტიკას და თავიანთი თამაშის წესებით გათამაშებენ და ხელისუფლებამ როდის უნდა დაიწყოს ამათი სახელმწიფო წესებით მოწესრიგება და ურთიერთობის დამყარება დაიღალა ხალხი მერადენეთა თქოს შეწყვიტეთ ამათი თითოეული დაჭერა და აქცია არის ამათი შოუ და შოუს გიწყობენ თქვენი ძალებით თქვენი ჩართულობით პოლიციელების ჩართულობით მოსამართლეების ჩართულობით თუნდაც ის კვერცხები რო დააყარეს მოსამართლეებს აი ამ შოუებს გიწყობენ და ამით თქვენი არ იწერთ ქულებს ესენი იწერენ ქულებს და საზოგადოებას აჩვენებენ აი როგორი ძლიერები ვართ და ის მერყევი ელემენტებიც ფიქრობენ კაცო ესე თუ გაგძელდა ჯობია ისევ ესენი მოიტნენო რაღაცა უყუროთ ვერანტარებ თავს ვერ აბამენ სტოკგოლმის სინდრომი იმიტომ არის სტოკგოლმის სინდრომი მოქმედებს ყოველთვის ადამიანი როდესაც არის მძევალი არის შემდგომ დამნაშავის მხარეს გადადის და სტოკგოლმის სინდრომი იმუშავებს აქ ეხლაც იმიტომ რომ გასაგები ჩვენც ეხლა მძევლები ვართ ამ სიტუაციაში რა თქმა უნდა ყველა მძევალი და მძევლები ვართ ეხლა უყურეთ რა ხდება ეხლა დაიღალა ეს ხალხიც უკვე და აღარ გვინა რა მოდი რა მაშინ ეხლა იტყვის ეს ხალხი მოეთრივნენ ისევ ეს ნაციონალები და კემაის დავისვენებთ კემაისო დაგვასვენეთ და დაისვენეთ თქვენს აღარ შეგვიძლია უკვე ამის ატანა რა ყოველდღიურად აი ნაძირა ეხლა ვიღაცა იტყვის რა მნიშვნელობა აქვს ცოტათი არიან და მაინც მას უკეთებენ დემორალიზებას ყველაფერს ეხლა გამონა 20 კაცი და ის 20 კაცი აკეთებს პარალიზებას ქალაქის დაძდებს ის 20 კაცი ბავშვებს აწიოკებს ყველას რა მნიშვნელობა აქვს მაინტერესებს არაფერი რაოდენობას რა მნიშვნელობა აქვს არ ვიცი რა რაოდენობას რა მნიშვნელობა აქვს 2000 კაცი ეყოფა დიდი ის რომ მოაწყონ დაპირისპირება პარლამენტთან და ხელისუფლების გადატრიალება რომ მოაწყონ თუ ჩართავენ შეიარაღებულ დაჯგუფებებს რა მნიშვნელობა 100000 შეიკრიბება თუ 2000 საკმარისია გამოარჩიეთ ეს ლიდერები და შოუში ნუ ერთობით თქვენა ნუ გაწყობინებენ ესენი შოუს გააკეთეთ ისე რომ ეს შოუ არ იყოს ამოიღეთ კიდევ იმე რომ პროკურატურა და რეალური საქმეები და მიეცეთ პასუხისგებაში არა ეხლა ერთი რამეა კიდე უყურეთ ყველა არა ბატონო ნიკოლოზ რა არის უკვე ამ საგამოძიებო კომისიამ თავისი დანიშნულება დაკარგა ეხლა გირჩი ჯაფარიძემ რა უნდა გამოვიდე რა უნდა თქოს ისეთი რაც მაგას ჩვენებებში არ აქვს თავის დროზე პროკურატურისთვის მისაცემი ამ პროკურატურას მასზე არ აქვს ჩვენებები დაიდგა შოუ მთელი 2 დღე ამ შოუზე არის ქვეყანა გადართული ამ შემთხვევაში სასამართლო ინტერესები ილახება მანდატურის ინტერესები ილახება პროკურატურის ინტერესები ილახება პოლიციის ინტერესები ხო ილახება და ილახება კაცო არ შეიძლება ეგრე ერთი რამე არის კიდე უყურეთ ხა ბოდიში მეორე თემას მინდა შევეხო ასე მნიშვნელოვანია გახსოვთ ალბათ ჩვენი ერთ-ერთი გადაცემა იყო ბოლოს როდესაც აი მე არ ვიცი ეს ნაძირალა TV პირველი და მთავარი არხი გაავრცელეს იქ არასწორი ინფორმაცია რუბიოსთან დაკავშირებით რომ თითქოს რუბიომ თქვა რომ ანტიამერიკული ძალა არის ქართული ოცნება მაგრამ სიმართლე რო გითხრათ ქართული ოცნებისთვის სასარგებლო რუბიოს მაინც არაფერი არ უთქვია კი ეს სიტყვა არ უთქვია რომ ანტიამერიკული ძალა არ არის მაგრამ ჩვენო ჩამოყალიბებული არა ვართო ოცნებასთან დაკავშირებით რით ვერ ჩამოყალიბდით თქვენ გაიხალხო არა რით ვერ ჩამოყალიბდით
ეს ხელისუფლება მხარს გიჭერდა თქვენ ტრამპის ადმინისტრაციაზე მაქვს საუბარი, როდესაც ტრამპმა დაიწყო კამპანია ქართული ოცნება არჩევნები იყო გახსოვთ ალბათ, პირდაპირ ღიად დაუჭირა მხარი ტრამპს და დარტყმის ქვეშ დააყედა თავისი თავიც. ყოველთვის იყო თქვენი პოლიტიკის რეალურად მხარდამჭერი. და ეხლა გამოდის ეს კაცი, რომელმაც ნაცარი წაისვა იმაზე შუბზე და მართლა ნაცარი აქვს წასული თავზე ამათ რა, ნაცარ დაყრილი არიან და დიდი ვითომ ქრისტიანი და აიო ჩვენო ჯერო აიო ჩვენ ფიქრობთო რა, რით ვერ მოიფიქრეთ მე რით ვერ რა ვერ მოიფიქრეთ, რა ვერ გააკეთა ამ ხელისუფლებამ თქვენი მოსაწონი მე ვერ ხვდები. რასაც თქვენ აკეთებთ, იმას აკეთებენ ესენიც. იგივე ფარას კანონი აიღე, იგივე იმ ლუსტრაციის, იგივე ამ სოდომისტებთან დაკავშირებით. არ ვიცი, აი მე ვერ გავიგე სიმართლე რო გითხრა და ეს ერთხელ კიდევ ცხადყოფს, რომ ამერიკელებთან ურთიერთობა უნდა კონდეს მხოლოდ რაღაცა აი გარკვეულ დონეზე. არ შეიძლება ამათი მონა იყო. აი ხა სომხეთზე რო იძახთით ხო გახსოვთ ალბათ თქვენს ბატონო დავით სომხეთზე რამხელა ამბავი იყო რომ სომხეთმა უარყო რუსეთი სომხეთი წავიდა ამერიკისკენ და ევროკავშირისკენ აგერ ეხლა ხას გუშინ წინ იყო ჩასული ლავროვი ერევანში ნახეთ ერთი რა შეხვედრა იყო და რა რეაქცია და რა განცხადებები ისმის ერევნიდან Лаврович შეხვედრის შემდგომ. Лаврова принимают ровно через 4 месяца после поездки его коллеги в Москву. И это их как минимум 13-я, только двусторонняя встреча. Сергей Викторович, уважаемые коллеги, рад вновь встретиться с вами. Большое спасибо, уважаемый Арат Самвелович, дорогие друзья. Всегда с удовольствием приезжаю в Ереван. Сегодня для России с Арменией ключевой вопрос безопасности, хоть и по разным направлениям, но со схожестью причин. Система европейской безопасности, которая до сих пор существовала, она, конечно, доказала свою неэффективность. Более справедливой будет система безопасности, которая не навязана сверху какой-то одной структурой, а которая идет от жизни. И Евразес, уже упоминавшийся сегодня, и СНГ, Организации договора коллективной безопасности, АСЕАН, естественным путем снизу формируется своего рода большое евразийское пространство, как его характеризовал президент Путин. Мы должны усовершенствовать, изменить систему безопасности. Собираемся ли мы переформатировать свои союзнические отношения с Россией? Я могу просто ответить – нет. В прошлом году Армения заморозила свое членство в ОДКБ после, как считают в Ереване, слишком мягкого ответа организации на новый виток конфликта в Карабахе. Тема для армян болезненная. О ней были все вопросы местных журналистов Лаврову. У одного получилось целое выступление с обвинениями. У Азербайджана есть русское оружие, а Россия якобы украинизирует Армению, чтобы на нее напасть. Резкий ответ получил от обоих министров. Вам ответ мой не нужен. Позиция ваша ясна, но постараюсь все-таки отреагировать. Армения наш союзник, наш друг. Армения не объявляет вне закона русский язык, русскую культуру, не лишает законных прав этнических русских и тех, кто просто хочет разговаривать на русском языке. В Армении не приняты законы, запрещающие все это, как это произошло на Украине. Поэтому о какой украинизации Армении идет речь? Армения цивилизованная страна. Вот. Но вы опубликуйте свой вопрос, ответы мои не обязательны. Это больше похоже на политику, чем на журналистику. Армянский народ внес серьезнейший вклад в дело победы. 300 тысяч армян полегло на фронтах борьбы с нацизмом. И отказаться от этого вклада и не уважать память этих людей и не отмечать победу совершенно неуместно. На политическом треке прошлый год получился трудным. Помимо неурядиц с ОДКБ, споры вызвал закон о стремлении Армении в Евросоюз, что противоречит участию в ЕАЭС. Впрочем, по словам министра Мирзояна, решение парламента скорее декларация. Переговоров о членстве никто не ведет. Несмотря на политические сложности сегодняшнего дня, общее с Россией прошлое в Армении стараются помнить. К юбилею Победы, помимо официальных торжеств, высадили аллею из 80 деревьев в Инадзоре на севере страны. В паре километров отсюда открыли новый музей маршала Баграмяна. С той стороне, на мемориале Тахмах, восстановили братское захоронение советских воинов-освободителей. А возле монумента «Мать Армения» на акцию памяти собиралась молодежь обеих стран.
За такое внимание к памяти и за визит премьера в Москву, несмотря на угрозы Европы, Лавров сегодня благодарил коллег по меньшей мере дважды. К памятнику каждое 9 мая, конечно, приходят и соотечественники. По данным армянского МВД, в стране живут 40 тысяч россиян. Навстречу к ним в новое здание Россотрудничества Лавров едет сразу после переговоров. А оттуда на лекцию. Желающих послушать министра в Российско-армянском университете оказалось так много, что кресел не хватило даже в зале на 500 мест. Министр иностранных дел России. Это уже уровень, на самом деле. Если не послушать лекцию такого человека при возможности, это... В этом зале Лавров был ровно 20 лет назад на открытии. В этот раз он больше часа говорил со студентами про глобальную политику, взаимопонимание Москвы с Ереваном, которое удалось наладить снова, о том, можно ли после Майдана и Стамбула 2022 верить Западу, и, конечно, о проблеме, которая сегодня волнует в Евразии почти всех. Сейчас, когда нам говорят, вот давайте перемирие, а там посмотрим. Нет, ребята, мы уже были в этих историях, мы так больше не хотим. Из университета министр уезжал уже с дипломом почетного доктора, чтобы провести еще 2 встречи. Лаврова приняли президент Хачатурян. Спасибо вам за эту возможность посетить вас, передать привет от Владимира Владимировича Путина. И премьер Пашинян, благодаря договоренности Владимира Путина, с которым такие дипломатические контакты снова проходят регулярно. Лаврову приняли. Აი ხედავთ რამხელა განცხადებები. Ესე იგი, საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, ჩვენ ევროკავშირისკენ არ მივდივართო, ჩვენ თქვენი მეგობრები ვართო, კლავად რუსულ ორბიტაზე ვართო. მორჩა, ფაფუ, დამთავრდა. აი ეს ბაქი ბუქობა პაშინიანისა, რომ თითქოს ევროპისკენ მიდიოდნენ, მისწავლეს ჭკუა, რომ არავინ არ იღებს იმ ევროპაში, არც ნატოში, არც ევროკავშირში და თუ უნდათ საერთოდ გადარჩნენ და როგორც სახელმწიფო და როგორც ერი კლავაც დაუბრუნდნენ იმ წიაღს, რა წიაღშიც იყვნენ. ჩვენ რატო ვერ ვისწავლეთ ჭკუა? აი ხა რატო ვერ ვსწავლობ ჭკუას ჩვენ და თუ აზერბაიჯანი, თუ სომხეთი კლავაც ამ რუსულ ორბიტაზე არის, ჩვენ სად ვერ გავიგე, სადა ვარ ჩვენ საერთოდ? მაინტერესებს. აი სად არის საქართველო? კლავაც ესე იგი აი ამ ეიფერულ განწყობებზე კლავაც აი ამ უაზრო ევროკავშირი და რაღაცა ეს სისულელეები როდემდე უნდა გაგრძელდეს. აი არ ვიცი, როდემდე შეიძლება ეს ყველაფერი ჩვენ აი მოვითმინოთ უბრალოდ რა. აი კლავაც ეს გრძელდება. აი ხა მე თქვენ კარგად იცით რომ 26 მაისი ახლოვდება, ხო? ეხლა მე მინდა სურათი წარმოგიდგინოთ, აი ვეძებდი სპეციალურად. შეხედეთ, ანახეთ ეს სურათი. კლავაც ევროკავშირის დროშით არის მორთული პარლამენტი. ხალხო, თქვენ მართლა ვერ გავიგე, მაზოხისტები ხო არა ხარ? ეს ევროკავშირია, რომ გამხობთ, კაცო, ევროკავშირის ევროკავშირის ძრავა და ევროკავშირის გული არის გერმანია. გერმანიის ელჩი მიდის იმ რა ქვია, სასამართლო პროცესებზე და ამბობს, მიდი მიაწეკით ჩამოაგდეთ ეს ხელისუფლებაო. იგივე გაკეთებს საფრანგეთი. თქვენ რა ევროკავშირის დროშებს აფრიელებს, ეხლა გამიხარდა გორში გავიარე 26 მაისს მარტო საქართველოს დროშებია გამოფედილი. ეხლა გული გამისკდაგე რო შევხედე ეს პარლამენტის შენობას და კიდე ევროკავშირის დროშა და არ ვიცი მე სასწაული არის პირდაპირ რა. აგერ ჩვენი მეზობლები რუსეთთან ურთიერთობებისკენ მიისწრაფიან და ჩვენ კიდე კლავ ნატოს წვრთნები და კლავაც ეს უაზრო ევროკავშირი. ჩამოახსენეთ ის იდიოტების დროშა, ჩამოახსენეთ ეს პიდარასტების დროშა. გაუგონარი რაღაცა არის, არ ვიცი, აი როდემდე შეიძლება ეს ყველაფერი ვითმინოთ ჩვენ რა. მალე მოხდება ისე რომ აი ამ ტერიტორიას, აი სწორედ იმ ჩვენ მეზობლებზე გადაანაწილებს აი ეს რუსეთის ფედერაცია. აი ეს ხო ისედაც წაღებული აქვს აზერბაიჯანსაც და სომხეთს ჩვენი ტერიტორიები. და კიდე მისცემს, არ არის ეს ქვეყანა ღირსიო და მისცემს აი ამ ტერიტორიებს. იქით თურქეთს მისცემს აჭარას. დავიღალეთ ამ ქართველების იდიოტობითო იტყვის რა. დავიღალეთ აი ამ ბოდიში და დაუნახავი ერით, რომელსაც ესე იგი ტერიტორიები დაუბრუნეთ, გურია, აჭარა, ინდუსტრიული გავხადეთ, საბჭოთა კავშირის დროს შვეიცარიათ ვაქციეთ, ყველაზე მაგარ ქვეყანად ვაქციეთ და მაინც გვაგიდებენ, მაინც გულანძღავენ, მაინც ესე იგი ახლა კიდე რაღაცა უკვე ფაქტობრივად შეუერთით თითქმის უკვე იმ სანქციებას, იმიტომ რომ რუსეთის მოქალაქეებს უკვე აეკრძალათ იქ რუსეთის ფედერაციაში მანქანების გადატანა. ჩვენ ვერაფერს ვერ ვაწარმოებთ, ერთი მანქანები გაყავდათ და ისიც აუგზალეთ. არ ვიცი, მე ამ პოლიტიკით გეუბნებით ეს ქვეყანა დასრულდება.
აი ეხლა აქამდე ვიძახთით პაშინიანი იდიოტია მეთქი და ამ იდიოტმაც ისწავლა ჭკუა. და ჩვენ მაინც ვერ ვსწავლობთ. გესმით ბატონო დავით? მესმის ბატონო ნიკოლოზ, როგორ არ მესმის კაცო? მე სულ იმას ვიძახოდი, რომ სააკაშვილმა და შევარდნაძემ ქვეყნის სუვერენიტეტი გაყიდეს, ჩააბარეს ამერიკას, ევროპას, გაყიდეს. ამაში ფული აიღეს, ისე კი არ გაუყიდიათ. მილიარდები აღებული და გატანილი აქვს თავიანთ პირად ანგარიშებზე. და მოდის ეს ინერციულად ეხლა რატო არის გაურკვეველი სიტუაცია ამერიკასა და საქართველოს შორის? იმიტომ არის გაურკვეველი სიტუაცია, რომ ამერიკას არ ეთმობა, მაგრამ რუსეთის შიშით აქ ბევრსაც ვეღარ ასე ვთქვათ ურევს ქვეყანას. აი ეს ფაქტორი არის და აქ უკვე ხელისუფლებამ უნდა გამოიჩინოს კეთილინება კაცო. ხელისუფლებამ კეთილინება რომ გამოიჩინოს, ხალხის ხარდაჭერა უნდა მას და ხალხის ხარდაჭერა არსად არ იგრძნობა. არაფერში არ იგრძნობა ხალხის ხარდაჭერა, რომ ხალხს ამას გვერდში იყენებს. მოხედეთ, ხალხს დაიყენეთ გვერდში და ვერც ამერიკა ვერ გაბედავს, ვერც ევროპა ვერ გაბედავს. ესენი ბედავენ და ესენი აკეთებენ. დამაძია ამერიკის ინტერესები დაყრდნილი. აბა გამოვიდეს ხალხი დაიყენოს გვერდით, როგორც 17 მაისი იყო. ხალხი თავისი თვითმობილიზაციით რომ გამოვიდა და დადგა ოჯახის სიწმინდის დასაცავად. რომელი ამერიკა ვერ გადაწყვეტავს საკითხს. მომენტალურად გადაწყდება. ევროპაშიაც გადაწყდება. ეს ევროპებს კიდე ეს ლურჯი ცისფერი დროშა, კაცოს, ფისფერების დროშა მოაცილეთ ხალხო. შეაჩერეთ კონსტიტუციაში 78 მუხლის მოქმედება ნატოში შესვლა რო გიწერეთ. ნატო დამარცხდა უკვე რუსეთთან ბრძოლაში. მთლიანად დამარცხდა, სრულად დამარცხდა. ამის დასტური იყო 9 მაისი. 9 მაისმა გააფორმა ნატოს დამარცხება რუსეთთან ბრძოლაში, პირდაპირ ბრძოლაში. აქამდე თუ შეფარვით იძახოდნენ, რომ აი ნატოს ის პირდაპირ გაცხადა, რომ ნატო ებრძვის უშუალოდ რუსეთს და უკრაინა არის პროქსი. ამ შემთხვევაში იმიტომ არის ტრამპი გაგიჟებულია, რომ უნდა ასე ვთქვათ დაზავებაზე ხელი მოაწეროს რუსეთმა. იმიტომ რომ ვეღარ წდება მისი ეკონომიკა, ვეღარ აფინანსებს უკრაინას. უკრაინის 20% არის საკუთარი შემოსავლებით ბიუჯეტისა დაფინანსებული. დანარჩენი ფინანსდება ამერიკის და ევროკავშირის შემოწირულებებით. და ვეღარც ის ევროკავშირი ვეღარ აწვდება, დამარცხდა უკვე, გადატეხილია. როგორც ბახმუტში გადაწყდა, როგორც სამამულოში სტალინგრადში გადაწყდა ომის ბედი, ახლა კურსკში გადაწყდა, როგორც მაშინდელი, ახლა დღევანდელი ბედი. ახლა წავა უკვე წინსვლა რუსეთის ჯარისა დასავლეთისკენ. კორსუნ შევჩენკოს კატიოლი 100%-იანად გარანტირებული აქვს უკრაინის ჯარს და მოხდება ეს ყველა შემთხვევაში. ამიტომ ჩვენებს მოუწოდებ ხალხო ცოტა გაიხედეთ, გამოიხედეთ. ამ რომის პაპესა და იგი ტირანში პანაშვიდებზე რომ დარბიხარ 9 მაისს არ მოწესულიყავით რუსეთში. აზერბაიჯანმა თავისი სპეცდანიშნულების რაზმი გააგზავნა და აღლუმში მოაღებინა მონაწილეობა. სომხეთის პრეზიდენტი ჩასულიყო და აღლუმს ესწრებოდა. ჩვენ რა გვაქვს ისეთი? რაშიც ვერ ვომრიგდით რუსეთთან. თუ არ გვინდა მორიგება, თუ ისევ ის ძველი ის პოზიციები რომ ცხადდება, რომ დაგიბრუნოს ერთ ტერიტორიად და მერე დაველაპარაკებითო. როგორ უნდა დაგიბრუნოს? ისთვის დაგიბრუნოს, რომ ის ორი ტერიტორიაც ბოდიში და გაპიდარაზდეს, როგორც ევროკავშირის დავალებით აქ მოხდა LGBT-ს აღზევება და თითქმის ყველა სტრუქტურებში მათი გაპეტიშება, წინსვლა და დაწინაურება. არა, მე ერთი რამეა უყურეთ ახლა ჩვენ ხედავთ, რომ ეს ხალხი 26 მაისისთვის ემზადება ძალიან აქტიურად. ეხლა გავცელდა ინფორმაცია, რომ ზურაბიშვილი იყო ამერიკის საელჩოში და ეს უკავშირდება სწორედ 26 მაისს. გამოდიან აგერ და ლაპარაკობენ, რომ 26 მაისო ჩვენო აი უნდა ფიზიკურად უნდა უკვე დაუპირისპირდეთო ხელისუფლებასო. ეს გედეონა ფოფხაძე კია სულელი, მაგრამ ნუ ამ სულელები ყავს ძირითადად ამათ. ბიჭო დალაგებული ვინ aqავს? სულ ხო დალაგებული არავინ არის. ზოგს გონია, რომ აი კაცო ეხა ეს სულელი. აი სულელებს ეყნობა ამერიკა. აბა ეხა ჭკვიანი რო არ დადგება, მაგათ ხარეს ეს ყველამ კარგი. როზები, პიდარასტები, სულელები, აბა წესიერი. ხო და ამიტომ 26-ში იცით რა არის? მე ერთ რამეს გეტყვით ხელისუფლების წარმომადგენლებს მიმართო. ამერიკის შეერთებულ შტატებს თავისი დასაყრდენი თავდაცვის სამინისტროში წავს და ყველა ძალოვან სტრუქტურაში. ერთი ორი ტანკი რო გამოაგრია გრიხილონ იქ რუსთაველზე. თქვენ დარწმუნებული იყავით, რომ პროცესები სხვაგვარად წავა.
და ეხლა ვინმე თუ მეტყვის რომ თავდაცვის სამინისტროში მაგათ თავიანთი ხალხი არ ეყოლებათ, მაშინ არ ვიცი, ეხლა ეს უკვე ზღაპარია რა. ყველგან ყავთ მაგათ თავიანთი ხალხი. აი ეს 30 წელია ჩანერგეს ყველა სტრუქტურებში. და იმიტომ არის ის რო გვიშვებენ, ჩვენ რო არ გვიშვებენ არსად, იმიტომ რომ ეს აგენტურა მოქმედებს. აი ზოგჯერ რო გიკვირთ ხოლმე, აი რატო გვამწარებენ, რატო მოქმედებენ, იმიტომ მოქმედებენ რომ ხელისუფლებას დაუპირისპირდე. ეხლა პირადად ჩვენ მაგალითად რასაც ჩვენ ვაკეთებთ ამ ქვეყნისათვის, ხელისუფლებისთვის კი არა. არ უნდა მოდიოდეს ხელისუფლების წარმომადგენელი და არ უნდა დაჯდეს ამ ტელევიზიაში, კაცო. და ვერ გავიგებ რომ ჩვენ გვიცხადებენ ბოიკოტს თუ რა უბედურება. იქ დარბიან იმაში, რა ქვია, ნაცების რაღაც კითხვებს პასუხობენ, ჩვენთან არ მოდიან. სილქდეზე ჩვენ არა ვართ. რატო არ უნდა ვიყოთ სილქდეზე? ეს ზარალა დაყვება მთავრობის სადაც კი დადის და ხო შეიძლება უთხრას ამას, ეს ჩართეთ, ეს ტელევიზია. არა, არაფერი. აი ეს არის ყველაზე გულდასაწყვეტი. და 26 მაისს რაღაც ახალი პროვოკაციის სუნი აზის ამ ყველაფერს. ეხლა ვიღაცა იტყვის არაფერი გამოუვათ და არაფერი. კი, მეც შეიძლება მჯეროდეს რომ არაფერი არ გამოუვათ, მაგრამ ხო გეგმავენ. ეს ხო ფაქტია. ეხლა თუ დაუკვირდები, არა, ფაქტი ხო არა რომ გეგმავენ, არა? გამოუვათ. გეგმავენ, ეხლა ეს ჩავიდა ინსტრუქციები მიიღო. კაცო, მე ერთი რამე უნდა უთხრა ტელემაყურებლებს, რომ სოფლიოში ყველაზე უძლიერესი დაზორვა ყავს ინგლისს, V6. ეს არის ერთ-ერთი უძლიერესი დაზორვა სოფლიოში. ებრაულ დაზორვასაც ჯობია, ცერეულზე საუბარი ხო არ არის. ეხლა ფაქტიურად საქართველოში მოვლენების კონტროლი დავალებული აქვს Mi-6. ინგლისის დაზორვა მაიღო, რაც ტრამპმა განაცხადა, რომ ესე იგი ფერად რევოლუციებს სისხლს აღარ უჭერს. ეს მისია და ეს ესტაფეტა გადაიბარა ინგლისის დაზორვამ. ინგლისის დაზორვას გაცილებით მეტი აგენტები ყავს საქართველოში, ვიდრე ამერიკის დაზორვას. და ერთი რამეც უნდა ვიცოდეთ, რომ თუ დაუკვირდებით ჩვენ არც ერთ აქციაზე თავისი პოზიცია შეიარაღებულ ძალებს არ დაუფიქსირებია. არ გამოსულა არც სიტყვით, არც ის, მაგრამ ერთი რამე მინდა ისევ განაცხადო, რომ შეიარაღებული ძალების 98% ტრენინგირებულია ნატოში და ნატოს წერ ქვეყნებში. იქ აქვს სწავლა განათლება მიღებული, იქ აქვს პროფესიული უნარჩვევები გამომუშავებული და აქედან გამომდინარე ესენი ყველანი თანამშრომლობაზე აქვს ხელი მოწერილი. არავინ არ ათქვას, რომ ესე იგი აი ისე ჩაიყვანეს, ისე მოამზადეს და არავითარი ვალდებულება მათ არ აქვს აღებული. აღებული აქვს ვალდებულება. არ მისულა იმ კრიტიკულ მომენტამდე და თუ ეს კრიტიკული მომენტი დადგება, ისინი ჯარსაც გამოიყენებენ და საბრძოლო ტექნიკასაც. ისაც არ დაგავიწყდეთ, რომ რაც სწავლების დროს საქართველოში შემოტანილი იქნა ნატოს შეიარაღება, ისინი არც ერთი არ გასულა და ყველა აქ არის და საკმარისი შეიარაღება არის. მიხედეთ, ხალხო, მიხედეთ, ეხლა აქედან ტელევიზიიდან ხوارნა გიწოდოთ რაღაც სხვანაირად მიხედეთ ამ ქვეყანას არ გამოდის ესე. იქ ასე ვთქვათ, კაი ბიჭის როლიც ეთამაშო ამერიკა, ევროკავშირს და ქვეყნის უსაფრთხოება და უშიშროება. ნაცნეთ ბოდიში ბატონო დავით ინგლისს ყავს ყველაზე მაგარი დაზორვა. ეხლა მე არ ვიძახი რომ წერის რო იყოს იმასთანაც ვალდებული ხარ რომ თანამშრომლობა გქონდეს გარკვეული სახის. მაგრამ ის არ უნდა მისცე იმ ქვეყანას რომ შენი ქვეყნის საშინაო საქმეებში აფათუროს ხელები. აი ახლა განათლების მინისტრი ჩაბძანდა ლონდონში, ვაჩვენოთ ეს სურათი. და ეს ვაჟბატონი განათლების მინისტრი წულაძე, რომელიც სხვათაშორის ადეიშვილის ხელის ბიჭი იყო ადრე, ლონდონში სამუშაო ვიზიტად საქართველოს საელჩოში მიღება გამართა, რომლის ფარგლებშიც ბრიტანული უნივერსიტეტებისა და საგანმანათლებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საქართველოს განათლების სისტემის მიღწევებზე გზამკვლევი გააცნო. მინისტრმა დამწე საზოგადოებას მიმართა განათლების სფეროში ქართულ-ბრიტანული თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრა. თქვენ აი ხალხო, აი ამ დასავლეთთან თანამშრომლობამ გამოიწვია ის, რომ აი ეს ახალგაზრდები, აი ესეთ ათაქცია და ქუჩაში ყრიან და ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ და რუსეთს აგინებენ. ერთადერთი რაც ასწავლა აი ამ დასავლეთმა, რომ რუსეთი მტერია და უნდა იყვირო ლო და უნდა აგინო შენ ქვეყანას, შენ ყველაფერს. აი და კიდე უფრო მეტად უნდა ჩამოვაქციოთ ეს ქვეყანა. აი ესეთი იდიოტები რომ დანიშნეთ განათლების მინისტრად, იმიტომ არის ქვეყანა თუდად მიდის.
კიდე ესე იგი, კიდე უფრო უნდა გაღრმავდეს ურთიერთობა ბრიტანელებთან, რომ ესე იგი ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში მომავალი აღარ იყოს ამ ქვეყნისა. ეს ახალგაზრდები, რომელიც მოგვისპო ამ დასავლეთმა, კიდე ამ ბრიტანელებს აბარებთ, კაცო? კიდე ამ ბრიტანელებმა უნდა გაგვიზარდოთ ჩვენ ახალგაზრდები, უსამშობლო ახალგაზრდები რომ გაზარდეთ, რომლებიც ძირითადი მასა იყო აქციების დროს, რომლებიც ესე იგი ერთადერთი აი ხდება რა არის ანტირუსული იმის გაღვივება და ანტიქართული თემის გაღვივება. მხოლოდ ესე იგი ახალგაზრდებს ხსდიან ბრიტანელებად, გერმანელებად, ფრანგებად. და ეს ჩაბძანდა, ეს წულაძე. აი ხა სანამ დაეშვება მაგის თვითმფრინავი, ხო? მანამდე უნდა გათავისუფლდეს იქიდან. სანამ ტრაპზე სანამ დაეშვება ის თვითმფრინავი, მანამდე მოხსენით ეს ნაძირალა ეგა. სანამ ინფორმაციას ჩამოიტანს აქ. ვინ არის ჯერ ადეიშვილის ხელის ბიჭი? ხელის ბიჭი იყო ადეიშვილის ესა რა. შეიძლება კაცო ვერ გავიგე რა, კიდე ბრიტანელებთან უნდა ვითანამშრომლოთ ჩვენ? ბრიტანელებთან, რომლებიც გვიწყობენ აქ რევოლუციას ჩვენ, მათი აგენტურა. აქნათ. არა, მე ვერ გავიგე, ესე იგი, ევროკავშირი გვიწყობს რევოლუციას, ევროკავშირის დროსაა გამოფენილი პარლამენტთან. ბრიტანელები გვიწყობენ გადატრიალებებას და ბრიტანეთთან უნდა გავაღრმავოთ ურთიერთობები, კიდე არ შეიძლება შენი განათლების სისტემა გქონდეს, შენი ეროვნული, არ მინდა მათი საქართველოში იყოს ქართული განათლების სისტემა. გაუგონარი. მე არ ვიცოდი ეს სულაძე ადეიშვილის ხელის ბიჭი იყო, არ ვიცოდი მე ახლა. ადეიშვილი ერთი პერიოდი ჰოლანდიაში გათხოვილი იყო. ხო და თუ მაგის ხელის ბიჭი იყო, არ ვიცი ახლა როგორი მორალური ორიენტაცია არ ვიცი, მაგრამ ის რაც დარჩა ქართულ საგანმანათლებლო სისტემაში, იმასაც გვინგრევენ. თელი განათლების სისტემა, ბატონო დავით, თელი განათლების სისტემა იყო ჩართული ამ გადატრიალების პროცესში. რატო არ განთავისუფლდა განათლების სამინისტროსთან ის მოკადრები, რომლებიც უჭერდნენ ხალხს ხელისუფლების ჩამოგდებას? რატო არ განთავისუფლდა სკოლის დირექტორები? რატო არ განთავისუფლდა იმ უნივერსიტეტის რექტორები? ესე ბაიყუშივით რომ ზიხარ იქა და რო აყვარყვარებ ამ თვალებს, რისთვის ზიხარ იქა მაინტერესებს? აი ესეთი იდიოტები რო ზიან იმ მინისტრებად, იმიტომ მიდი ჩვენი საქმე კარგად რა. ერთი კაცი გაუშვეს განათლების სამინისტრო და არავინ არ გაუშვეს. თელი ესე იგი ხელმოწერები 1000-ობით კაცი აწერდა ხელს, რომ ეს ხელისუფლება უნდა წავიდეს. მივიდა ეს სულელი და წავიდა იმ ბრიტანეთში იქა და ისა უნდა გავაღრმავოთ ურთიერთობა. იმიტომ რომ ესეც მიაქვსის ის იქნება აგენტი. რა თქმა უნდა, კაცო, რა თქმა უნდა, აბა რაზეა საუბარი. იქ ისე არ ღებულობენ, კაცო, იქ ისე არ აფინანსებენ. რო ჩაყავთ იქ ატრენინგებენ, დავალებებს აძლევენ და მოყავენ აქეთ. ამაშია საქმე. უკვე ზღვარს გაცვდა ამათი ურთიერთობამ დასავლეთთან. არავითარი კონტროლი არ ხდება, კაცო, რა ზღებულობენ, რა დავალებენ. თუ ვამბობთ, რომ ქვეყნის სუვერენიტეტი უნდა აღვადგინოთ, დაიწყეთ კადრებით, კაცო, რანაირად აღადგეთ სუვერენიტეტს? ეს ხვირმოუხოცავი ხალხი რო დანიშნეთ მინისტრად და საერთოდ არავითარი ელემენტარული არ ცხოვრებისებური გამოცდილება აქვს და არც პროფესიონული უნარჩვევები აქვს გამომუშავებული. როგორ შეიძლება ეს არ იყო? ბიძინა ივანიშვილის მტრები და ბიძინა ივანიშვილის და ქვეყნის მტრები. ბიძინა ივანიშვილმა ძალიან ახლა ვიღაცას გონია რომ აი ეს ყველაფერი რა ხდება ბიძინა ივანიშვილთან არის შეტა. ბიძინა ივანიშვილმა ძალიან ბევრ ადამიანს მისცა ასპარეზი და მე შემდგომში ეს ხალხი ჩვენ ვნახეთ როგორ და რანაირად დაასრულეს კარიერა. და მე მინდა ამათ უთხრა რა თქვენ ბიძიკო ცეცს ეთამაშებით. ცეცს ეთამაშებით და ძალიან ცუდად დაამთავრებთ რა. აი ახლა შეიძლება კაცო ვერ გავიგე დასავლეთი გამხოვდეს, დასავლეთი განადგურებდეს და კიდე მიდიოდე და დასავლეთს უნდა ჩააბარო შენი მომავალი. ეგ იგივეა ცხრის ფარაში მგერი რო შეუშვა რა. ვის უშვებ შენ ბავშვებში ვის უშვებ შენ ვინ უნდა აღზარდოს ჩვენი შვილები? იმ ბრიტანელებმა, იმ გერმანელებმა, რომლებიც ჩვენ ქვეყანას ატრიალებენ? არ შეიძლება შენი ეროვნული სისტემა გქონდეს? ბატონო ნიკოლო, საჯარო სამსახურების, ხო, სახელმწიფო, საჯარო სამსახურების 95% არის პორტირებული ნაცები. დღემდე ვერ გაიწმინდა. აი ეს ისევ დაუბრუნდებიან საგამოძიებო კომისიას. გააკეთეთ ის, რომ გამოავლინოთ ეს ხალხი, ვინც ყავთ
დასაქმებულები, გინდაც იმ პროკურატურის სისტემაში, გინდაც იმ სასამართლოს სისტემაში, გინდაც იმ პოლიციის შეელიეთ ამ ხალხს. თუ გინდათ რომ თქვენი მდგომარეობა გამყარდეს, პოზიცია გამყარდეს, ამათ ერთი დაძახება უნდათ რომ ესენი ეგრევე ჩადგნენ დასავლეთის სამსახურში და შემოგიტრიალდნენ. ერთ ღამეში მოხდება ეს გადატრიალება. არა, მე ერთი რამეა, თუ გვინა ამ ტერიტორიების დაბრუნება, იმ აფხაზ და ოს უნდა რომ შენ რუსეთთან კონდეს ურთიერთობა, ბელარუსთან კონდეს ურთიერთობა, არ უნდა იმას იმ ბრიტანელებთან და ამერიკელებთან ურთიერთობა. ესენი მანდამაიც იგვტენიან ჩვენ, არ უნდა ის აფხაზ და ოს, არ უნდა იმათთან. არ უნდა გაიგეთ. მაგრამ წულაძე გაიგებს შეხედი ამის ფიზიონომიას და მიხვდები მე რისი გამკეთებელია ესა. და ესეთი წულაძეები რატო უნდა იყვნენ? ვერ გავიგე რა. კაცი მოვიდა უკვე რამდენიმე თვეა და ერთი ის არ მოუხდენია იმ ნაცების გაცხრილვა იმიდან. იმიტომ თვითონაც ნაცი არის და რადგან გაცხრილავს, აბა. ადეიშვილის ხელის ბიჭი გაცხრილავს მას ნაცებს. არ გაცხრილავს კაცი. არ გაცხრილავს. არავის არ უნდა ამ თემებზე ლაპარაკი და მე რომ ჩვენთან როგორ არის, იცი რომ რახან ესე იგი ხელისუფლებაში ადგილი უკავია, ესე იგი არ უნდა გააკრიტიკო და ამ დროს როცა აშავებს უნდა გააკრიტიკო ზუსტად. რო გადატრიალდება ურები, მე გვიან არის ბიძიკო, მე გვიან არის. აი ეგ ეხლა ახალ ინფორმაციას მოგაწვით საქართველოში დაინიშნა ბელორუსის ახალი ელჩი, რომელსაც წუნებათა სიგელს გადასცემს მალე მიხეილ ყაველაშვილი. ჩვენ კარგად ვიცით, ძალიან კარგი ელჩი ყავდა საქართველოს ანატოლი ლისი, მაგრამ მას წუნებათა სიგელი არ აღრიცა. ისე დაასრულა ამ ადამიანმა თავისი მოღვაწეობა ანატოლი ლისმა და ბელორუსის პრეზიდენტი შეხვდა მომავალ ელჩს საქართველოში, რომელიც გამოემგზავრება და ძალიან თბილად ისაუბრა ამ კაცმა საქართველოს. აი მოусმინოთ ახლა ლუკაშენკოს. Грузия, у нас сдвинулись отношения в лучшую сторону. Я очень доволен, что это произошло. Грузины к нам очень хорошо относятся, очень ценят наш народ. Да и к руководству страны более-менее нормальные отношения. Да, им головы убивали, что мы там противники, соперники и чуть ли не враги. Мы для грузинского народа никогда противниками не были. Мы за то, чтобы и осетины, и абхазцы жили в мире с грузинами. Как уже они там определятся в одном государстве вместе, федеративном или как-то, это их вопрос. Мы туда не лезем, не вмешиваемся. Надо делать так, как лучше для людей. Это наша позиция. Естественно, когда-то приходит время замены послов, принято решение о том, что на этом новом этапе нужен новый, очень активный человек. ხედავთ რა თქვა ლუკაშენკო. ჩვენო ძალიან დიდ პატივს ემზო ქართველებსო და იგივე ოსებთან, აფხაზებთან, რომ მათ თვითონ უნდა გაარკვიონო, როგორი ცხოვრებენო, ფედერაციული იქნება თუ რა. ანუ ლუკაშენკო განიხილავს ამ სუბიექტებს საქართველოს ნაწილად. და ეს დარწმუნებული ვარ, ახალი ელჩი ნიკოლაი როგაშჩუკი, რომელიც სხვათა შორის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობდა, ძალიან მაღალ თანამდებობაზე ქონა, დარწმუნებული ვარ, იქნება იმ გზის გამგზავრებელი, რომელიც ქონდა ანატოლი ლის, საქართველოს მეგობარი იქნება, ახალგაზრდა ენერგიული კაცია და მე დარწმუნებული ვარ, რომ ბევრ რამეს გააკეთებს ქართულ-ბელორუსიული ურთიერთობების გაღრმავებისათვის და მოდი ბელორუსებთან კონდეს ურთიერთობა, რუსებთან კონდეს, რომლებსაც ქვეყანაში შეუძლიათ ახალი სამუშაო ადგილები შექმნა, პროდუქციის ისა და ის კი არა რომ ბოდიში მარტო პიდარასტებს მისცენ, რა ქვია რაღაცა ფული. ლუკაშენკო და პუტინი საქართველოს ახეირებს. და დასავლეთმა ახეირა თავისი აგენტურა მარტო. ზოგიერთი ტვინაღძობი გამოვიდა ეხლა მე გაკვირვებული ვარ და აიო ჩვენო რამდენი დაგვეხმარაო ამერიკაო ჯარსო პოლიცია ვიდას დაგეხმარა ერთი მაინტერესებს რა დაგეხმარა 2 მილიარდის ეკონომია მისცა ქართულმა ხო და ეს სულელები ვიღაცა გამოხდება ვითომ პოლიტოლოგებად მოაქვს თავი და რა დაგმარება მიწია ბიჭო რა ჩვენ გაუწიეთ მაგათ ავღანეთში ერაყში დახმარება 2 მილიარდის ეკონომია გაუკეთე პირიქით ესეთი არიან ჩვენთან ვალში საქართველოს მეტად დაეხმარა უფრო ვიდრე ამერიკა და ის 6 მილიარდიდან 5 მილიარდზე მეტი თავისი აგენტურის ხელფასებში წავიდა. აი არ ვიცი, მე მინდა რომ აი მადლობა მინდა უთხრა ლუკაშენკოს რომ ასე საქართველოს ის პატივს სცემს და თქვენ გინდოდათ გეთქვათ რაღაცა აი ამ აგენტურასთან და იმ რაღაცა FSB-ს რაღაც ოპერაციებზე რომელიც ტარდება კი ბატონო, მე ადრეც მითქვია ვარ ექსპერტ კონსულტანტი უსაფრთხო კავკასიის საკითხებში და გვაქვს ინფორმაცია რომ რუსეთის დაზვერვამ გამოავლინა
ის ქართული კომპანიები, რომლებიც ოპერირებენ რუსეთის ტერიტორიაზე, იქიდან მიღებულ შემოსავლებს ახმარენ ამ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში ნაციონალური მოძრაობის და მასთან აფილირებულ პარტიების დაფინანსებაში. ეს კომპანიები გამოვლენილია გამოავლინა თვითონ რუსეთის სპეცსამსახურებმა, ასევე გამოვლენილი იქნა, რომ ეს ქართული ბიზნესმენები უსაქონლო ოპერაციებს აწარმოებენ უკრაინასთან მიმართებაში და ფაქტიურად ხდება იქ ფულის გადარიცხვები, ასე ვთქვათ, დახმარების სახით. ეს გამოვლენილია მოხდება ამ კომპანიებისთვის ლიცენზიების ჩამოტვირთვა და მათი ოპერირება აიგრძელება რუსეთის ბაზარზე და დარჩებიან ის ასე ვთქვათ ბიზნესმენები, რომელიც ფაქტიურად ქართულ-რუსული ურთიერთობის დაახლოებას და დათმობას გაუკეთებენ პროპაგანდას და უშუალოდ ჩაერთობიან ამ ურთიერთობის აღორძინებაში. ამიტომ აქაც ვერ ვივარგეთ. ესე იგი დაგვითმეს ბაზარი 300-მდე კომპანია ოპერირებდა და იქაც რო იტყვიან აი ესე ტალახიანი ღორივით ის სიტუაციებიც გასვარეს და რაც მოიგოთ არავის მე დარწმუნებული ვარ ზოგიერთი კონცერტმეისტერის პასუხისგებლობაც დადგება იქ იმიტომ რომ სამწუხაროდ ვიღაცებს გონიათ რომ ეს რუსეთის ხელისუფლება ვერ ხედავს რომ იქ მყოფი ზოგიერთი ნაციონალი როგორ ფშოულობს ფულს და მე ამ ფულს რიცხავს ნაცებთან. მალე მოგიწევთ თქვენ მშობლიურ იმაში რა ქვია ღვანკიჩი წალენჯიხაში და მუხურში გადანაცვლება და იქ წარმოება ბიზნესი ზოგიერთებს მინდა მივმართო რა. აი მუხურში გააკეთეთ და წალენჯიხაში ბიზნესები თქვენი ადგილი რუსეთში არ არის. თქვენ იქ ის ფული რაც იშოვეთ აი ამ ნაცებს ურიცხავდით ამ ფულებს. სათითაოდ ვიცით ვინც და რაც ხარ თქვენ. და ბევრი საერთოდ გისოსებს მიღმა იქნება მალე. მე მაქვს ინფორმაცია. კონცერტმეისტერები აღმოჩნდებიან მალე ციხეში. იმიტომ რომ როდესაც ესე იგი რუსეთის ხელისუფლება აწარმოებს ამხელა ომს. შენ ელემენტარულად პოზიცია არ უნდა გამოხატო ამ ომთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა. რუსეთში რო ცხოვრობ, არ უნდა დაუდგე ამ ქვეყანას. ეხლა მე არ ვიცი, აი ძალიან ეხლა ბევრი რამე ვიცი მე, უბრალოდ არ მინდა თქმა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ რუსულ-ქართული ერთობა შედგეს, საქართველო იყოს ერთიანი და საქართველოში აღდგეს დიპლომატიური ურთიერთობა. შვეიცარიის საელჩოს მაგივრად უნდა იყოს რუსეთის საელჩო და 9 მაისი უნდა ვიდღესასწაულოთ აქ ჩვენ რუსებთან ერთად. აი ხა ნახეთ აგერ ყარაბახის თემა როგორი მწვავეა სომხეთში, მაგრამ როგორ ჩაეხუტა რუსეთს კვლავ სომხეთი, იმიტომ რომ იცის რომ რუსეთის გარეშე დაიღუპება. როგორ მოხდა მაგალითად იმ ჯარისკაცების, რომლებიც დაიღუპნენ იმ სამამულო ომში უკტავყოფა მათი სახელებისა და ძეგლების. ჩვენ კიდე აქ ერთი საწოდავი რაღაცა ფეთკრული კიკვიძის პარკში მივდივართ და ვითომ ესე იგი მელიტონ კანთარია, რომელიც რეალურად არ არის კაცი მელიტონ კანთარია, ეგ არ არის, არ გავს მელიტონ კანთარიას ეგ ძეგლი, მივდივართ იქა და რაღაცას ჯერ კაცი სამხედრო იყო, საბჭოთა კავშირის გმირი სამოქალაქო ფორმაში არის გამოწყობილი. მე მაინტერესებს ეს მელიტონ კანთარია ვერ გავიგე, ბიზნესმენი იყო თუ რაღაცა იურიდიული კომპანიის ხელმძღვანელი. კაცი არ უნდა იყოს ჯარისკაცის ფორმაში? წერა კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების. არა. ხო და რა გახდა კიდე რაღაცეების აღდგენა. მოკლედ, მე მგონი რომ ყველაფერი კარგად იქნება, მოღალატეებს მალე შავი მიწა მიეყრებათ, ოღონდ პოლიტიკური, რა თქმა უნდა, ახლა სიკვდილს არავის ასრულავ, პოლიტიკურად დაიმარხებით თქვენ. პოლიტიკურად დაიმარხებით ძალიან მალე. იმიტომ რომ მორჩა უკვე დამთავრდა ყველაფერი. Game over. ინგლისურად გეტყვით. ქართული და რუსული მაინც არ იცით თქვენ. ეხლა იმ წულაძემ არც ქართული იცის, არც რუსული, მაგისთვის ეხლა ეს ბრიტანეთი უფრო სამშობლოა ვიდრე საქართველო. კაცმა რომელმაც თითი არ დააკარა იმ მოღალატე ნაცების განსათავისუფლებლად. პირიქით ჩაეხუტა მათ. საინტერესო იყო ბატონო დავით თქვენთან საუბარი. ახლა ჩვენ რამდენიმე წუთით შევისვენებთ ბატონ დავითს დავემშვიდობებით, მადლობთ ბატონო დავით და ჩვენ რამდენიმე წუთის შემდეგ კვლავ დაგიბრუნდებით ეთერში საინტერესო ამბებით.
საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირი და ბოქსინგ გრუპ პრომოუშენი სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით მსოფლიო კრივის ფედერაციასთან ერთად 24 მაისს თბილისის ახალ სპორტის სასახლეში წარმოგიდგენთ დიდ საკრივო შოუს. რეიტინგის ლიდერი ნიკა ბიგვავა WBF International ჩემპიონის ქამრისთვის 10 რაუნდიან ბრძოლაში უცხოელი მეტოქის წინააღმდეგ. ლევან ციკლაური, ხვიჩა გიგოლაშვილი, ამბროსი სუთიძე, დრატი მიგრიაული და სხვა გამორჩეული ქართველი მოკრივეები სოფლიოსარეიტინგო ბრძოლებში წარდგებიან. მოდი კრივზე, უკომაგეს საკუთარ ფავორიტს. ერთად დავწეროთ ქართული კრივის ახალი ისტორია. ვაგზელებთ მაუწყებლობას ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეთერშია ტელეკომპანია სეზონი. დღეს ჩვენ გადაცემის მეორე ბლოკში ვისაუბრებთ იმ საერთაშორისო ტურნირზე, რომელიც ტარდება საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირის ეგიდით. კარგად მოგეხსენებათ, რომ ფაქტობრივად ყოველ კვირა ეწყობა საერთაშორისო ტურნირი მსოფლიო კრივის ფედერაციის ეგიდით. ხდება ქამრის გათამაშება, სადაც მონაწილეობენ ქართველი და უცხოელი მოკრივეები და აღნიშნული ტურნირის და საერთოდ პროფესიონალური კრივის კავშირის სულის ჩამდგმელი ბატონი გიორგი კანდელაკი ცდილობს, რომ ნამდვილი კრივის დღესასწაული აჩუქოს ქართველ მაყურებელს, რომელიც გულგრილს ატოვებს არავის. აქ ხშირად ხედავთ ხოლმე ჩვენ არა მარტო კრივის, არამედ უბრალოდ ჩვეულებრივ სპორტის კომაქს, რომელიც შეიძლება კრივთან ახლოს არ იყოს, მაგრამ აი ეს სპორტული შეჯიბრება ყველა ტიპის ადამიანს იზიდავს. ჩვენ ვნახეთ, რომ ძალიან ისეთი ანშლაგი ჩატარდა ეს შეჯიბრებები სხვადასხვა რეგიონებში, ბოლოს აი რუსთავში, როდესაც ჩატარდა, ხელისუფლების წარმომადგენლებიც იყვნენ, საქართველოს პრეზიდენტიც ესწრებოდა, პარლამენტის და ასევე საკრებულოს წარმომადგენლებიც და მოკლედ ძალიან დიდი მოწონება აქვს აი ამ რანგის ტურნირებს და დღესაც ახლა აი დღეს და ხვალ მიმდინარეობს უკვე მზადება ახალი გათამაშებისა, რომელიც თბილისის ახალ სპორტის სასახლეში იღებს სტარტს. მსოფლიოს კრივის ფედერაციის ქამრის გათამაშება და ჩვენ დღეს აი ამ თემაზე ვინ იქნება, რა ტიპის ტურნირია ახლა ეს, ვინ იქნებიან, ვინ მონაწილეობს, ყველაფერ ამაზე
ჩვენთან ისაუბრებს საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირის პრესამსახურის უფროსი ბატონი ლევან ქერდიყოშვილი. მოგესალმებით ბატონო ლევან. გამარჯობათ, მოგესალმებით ბატონო ნიკოლოზ. კიდევ ერთხელ მადლობას გეტყვით, რომ აი ასე ინტენსიურად ინტერესდებით საზოგადოებრივი და სპორტული საკითხებითაც და მათ შორის კრივითაც. მინდა გითხრათ, რომ აი სულ ახლახანს დასრულდა აწონების ოფიციალური ცერემონიალი თბილისში, სადაც მოგეხსენებათ ხვალ უკვე 24 მაისს არის ძალიან დიდი გრანდიოზული საკრებულო შოუა დაგეგმილი ახალ სპორტის სასახლეში. მინდა გითხრათ, რომ აქ თბილისში იმყოფება მსოფლიოს კრივის ფედერაციის პრეზიდენტი ჰოვარდ გოლდბერგი და ბატონმა ჰოვარდ გოლდბერგმა, ბატონმა გიორგი კანდელაკმა, საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირის პრეზიდენტმა, ასევე ხვალ დღის მთავარ ბრძოლაში მონაწილე მოკრევეებმა სულ ახლახანს დაასრულეს პრესკონფერენციაც და მინდა გითხრათ, რომ რა ვიცი, ძალიან დიდი მოლოდინით ველოდებით ხვალინდელ დღეს ქართული კრივის კომაგები, გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ტურნირია, მოგეხსენებათ, საქართველოში გათამაშდება WBF International ჩემპიონის ქამარის სუპერსაშუალო წონაში 10 რაუნდიანი ბრძოლა იქნება, მთავარი ბრძოლა ეს იქნება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს რეიტინგის ლიდერი ქართველი მოკრევე ნიკა ბიგვავა, მისი მეტოქე კი არის უცხოელი პრეტენდენტი ზიმბაბვედან არის ჩამოსული ფრიმენ ვაბონგვი, ძალიან კარგი მეტოქე ყავს, ძალიან მაღალი რეიტინგი აქვს, ასე ვთქვათ, ნოკაუტორი მებრძოლია. სხვათა შორის პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ მე აქ სამტროდ არ ვარ ჩამოსული ბიჭებო, ზუსტად აი ამ სიტყვებით, მაგრამ ეს საქმეა და ვაპირებო, რომ ეგ ქამარი მე წავიღო ზიმბაბვეშიო და არ ამგონია ამის პასუხი ქონდა იქვე ნიკა ბიგვავასაც, რომელიც არავითარ შემთხვევაში პირიქით ჩვენს ქონდა საუბარი და პირობა დადო, რომ 4 რაუნდზე მეც მე მაგასთან არ ვებრძოლებ, ადრევე დაუმთავრებო. მოკლედ ძალიან საინტერესო იყო ამ მხრივაც. რაც შეეხება მეორე მხრივ, მოგეხსენებათ, მსოფლიო კრივის ფედერაციის პრეზიდენტი ჰოვარდ გოლდბერგი უკვე მეორე და იმყოფება საქართველოში. მას პინძლობს საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირი, პრეზიდენტი ქართული კრივის ლეგენდა გიორგი კანდელაკი და საინტერესო იყო მასთან საუბარიც. პირდაპირ თქვა ჰოვარდ გოლდბერგმა, რომ მსოფლიოს 65 ქვეყანაში ვარ ნამყოფი, თუმცა ჩემი ფავორიტი არის საქართველო, იმიტომ რომ აი ის სტუმართმოყვარეობა, ის სპორტული გარემო მათ შორის, ის შოუებზე ინტერესი და სპორტული ინტერესი თუნდაც, რაც ხდება საქართველოში, ძალიან ბევრგან მართლაც საძებნელიაო და მართლაც გასახარია ეს ყველაფერი, იმიტომ რომ საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირი ბატონი გიორგი კანდელაკის ხელმძღვანელობით წლების განმავლობაში ასე ვთქვათ, მუშაობდა მთელ მსოფლიოში, არა მხოლოდ საქართველოში, რომ ქართული კრივის სახელი გასულიყო, მაღალ დონეზე ყოფილიყო, წარმოჩენილი მთელ მსოფლიოში და აი ამის შედეგია, რომ დღესდღეობით მოგეხსენებათ გასულ წელს ევროპის კრივის კავშირის გენერალური ასამბლეა ჩატარდა საქართველოში, დღესდღეობით მსოფლიოს კრივის ფედერაციის პრეზიდენტი იმყოფება საქართველოში და ეს ნიშნავს, რომ ქართული კრივი ადის კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე და უკვე ნელ-ნელა თქვენ ხედავთ, რომ აი უკვე მსოფლიო ქამრების გათამაშებებიც უკვე საქართველოში ტარდება სხვადასხვა ორგანიზაციის ეგიდით, რაც მე ვფიქრობ, რომ ძალიან მისასალმებელია, ძალიან სასიხარულოა, ეს არ არის პატარა ამბავი და მე ამასთან ერთად არ შეიძლება მადლობა არ უთხრა და არ გამოუთქვა საქართველოს სპორტის სამინისტროს მიმართ, რომელიც აი ამ ტურნირის ორგანიზებაში საკმაოდ მნიშვნელოვნად ეხმარება საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირს. აგრეთვე არის იქ სხვადასხვა ჯგუფები, რომლებიც იღებენ მონაწილეობას და აი ეს ერთად დგომით, მათ შორის გულშემატკივართა ჩართულობით, მათ შორის პროფესიონალური კრივის კავშირის და ასევე boxing group promotion-ის კარგი თანამშრომლობის შედეგად შესაძლებელია აი ესეთი მართლაც მსოფლიო დონის და მსოფლიო მასშტაბის ღონისძიებების გამართვა საქართველოში. გარდა ამისა, მინდა გითხრათ, რომ იმ დონეზე ავიდა უკვე ჩვენი საკრებულო შოუების დონე, რომ აქ ითხოვენ და ჩამოდიან მონაწილეობის მისაღებად უცხოელი მოკრევეებიც, ახლაც მაგალითად ქართველი მსოფლიოსარეიტინგო ბრძოლაში ერთმანეთის წინააღმდეგ არიან წარმდგარი
მოკრივე ისრაელიდან და მოკრივე უზბეკეთიდან, რაც ასევე უნიკალური შემთხვევაა, იმიტომ რომ ყველას უნდა უკვე საქართველოს ჩამოსვლა, იმ დონის შოუები ტარდება, იმ დონის ღონისძიებები ტარდება, რომ ყველას უნდა რომ გახდეს აი ამ კრივის ზეიმის მონაწილე და ჩვენთვისაც კიდევ ქართველი მაყურებლისთვისაც ეს საინტერესოა, ნახოთ უცხოელები რა დონეზე არიან, როგორი ბრძვიან. ამის გარდა გეტყვით რომ ტარდება მსოფლიოს სარეიტინგო ბრძოლები, სადაც ერთმანეთის წინააღმდეგ წარდგებიან უშუალოდ ქართველი მოკრივეები, გამორჩეული ქართველი მოკრივეებს, მათ შორის საკმაოდ გამოცდილებს ვნახავთ ერთმანეთის პირისპირ, გამოსარჩევია ყველასათვის კარგად ნაცნობი მოკრივე ხვიჩა გიგოლაშვილი, რომელსაც ევროპაში ქართველ მაგრეგორს უწოდებენ თავისი ვიზუალიდან და ბრძოლის მანერიდან გამომდინარე და გარდა ამისა ხვიჩას არაერთი გამარჯვება აქვს მოპოვებული საფრანგეთში, იტალიაში, ინგლისის ჩემპიონი ყავს, ინგლისშივე დამარცხებული და საკმაოდ და ბრძოლები აქვს ძალიან ბევრი ჩატარებული, ძალიან გამოცდილი მოკრივეა. 6 რაუნდიან ბრძოლას გამართავს უკვე ქართველი მოკრივის ყველასაც კარგად ნაცნობი ლევან ციკლაურის წინააღმდეგ. რაც შეეხება ციკლაურზეც მინდა ორიოდე სიტყვა თქვა, ისიც ძალიან მაგარი მოკრივეა, რაღაც პაუზა ქონდა გარკვეული და ისეთი მაგარი შოუები ჩატარდა საქართველოში, რომელსაც გაუჩნდა სურვილი რომ დაბრუნებულიყო პროფესიონალური კრივის რინგზე და მართლაც ძალიან დიდ ბრძოლას ველოდებით. ამის გარდა კიდევ არის რამოდენიმე მართლაც ძალიან კარგი და გამორჩეული ბრძოლა, არის ახალი სახეები, ძალიან დიდი ინტერესია რომ ყველა სურს რომ ჩაერთოს და გამოსადოს საკუთარი თავი პროფესიონალური კრივის შოუებში, თუმცა როგორც უკვე აღნიშნე, დღის მთავარ ბრძოლაში დარჩელიდან მოკრივე ნიკა ბიგვავა, მინდა გითხრათ რომ ამომავალი ვარსკვლავია ქართული კრივის ძალიან შემტევი მებრძოლი, აი ახლო ბრძოლებში შედის ისე რომ არ ვიცი, სულ რამოდენიმე წელია რაც დაიწყო პროფესიონალური კრივის კარიერა და ჰოლანდიაში მოიგო, საფრანგეთში მოიგო, უცხოეთში აი გასულით ბრძოლებში დაუმარცხებელი მეტოქეები ყავს დამარცხებული, ისეთი ხასიათის მოკრივეა, ახალგაზრდა ჯერ და ვფიქრობ რომ ხვალ ძალიან მაგარ შოუს შემოგთავაზებს, ასე რომ ვინც მოვა, უკვე ბილეთების გაყიდვა ტიკეტ ჯიზე ჩაშვებულია, ფაქტიურად ეხლა ამ დროისთვის ჯერჯერობით კიდევ არის დარჩენილი, თუმცა მე ვფიქრობ რომ ხვალ უკვე მთლიანად შეივსება ახალი სპორტის სასახლე, ასე რომ ვინც მოვა დარწმუნებული ვარ არინანებს, იმიტომ რომ ძალიან მაგარ შოუს იხილავთ, გარდა ამისა ვინც ვერ მოახერხებს, აუცილებლად შეიძლება რომ თვალი მიადევნოს აი ამ ორთა ბრძოლებს YouTube-ის არხზე, გვაქვს ასეთი Boxing Georgia YouTube-ის არხზე ჩვენი არხი YouTube-ზე და Boxing Georgia-ზე ლაივიც გავა და დარწმუნებული ვარ, იქაც ძალიან ბევრი მაყურებელი ეყოლება ამ ყველაფერს. ერთი მაგის თქმა მინდა ბატონ ნიკოლოზ რომ არ ვიცი, აი ვინც დაესწრება ამ ორთა ბრძოლებს ძალიან დიდი შოუა, ჰოვარდ გოლდბერგი იქ იქნება, გიორგი კანდელაკი იქ იქნება, მებრძოლები იქნებიან და ყველას ვეპატიჟებით ამ ესე იგი ხვალ დაიწყება ეს ტურნირი, ხო, როგორც მე ვიცი. ხვალ 24 მაისს არის უშუალოდ ბრძოლები საკრევაში. დასაწყისი არის 3 საათიდან, შუადღის 3 საათიდან, დღის მთავარ ბრძოლებს ჩვენ ვიხილავთ უკვე საღამოს 7 საათიდან, ან თავიდან იქნება ქართველ მოკრივეთა ბრძოლები და უკვე მთავარი ძირითადი ბრძოლები დაიწყება. ხვალვე დასრულდება თუ გაგრძელდება ეს? ხვალვე დასრულდება, ეს არის თითო ბრძოლა ტარდება, ანუ თითო მოკრივეს უწევს მხოლოდ თითო ბრძოლის ჩატარება და ამ ბრძოლის შედეგები აისახება მსოფლიო რეიტინგში, შესაბამისად ხვალ უკვე დასრულდება აი ეს ღონისძიება. ბევრ საინტერესო სიურპრიზებიც იქნება ხვალ ადგილზე, მათ შორის ასე რომ მობრძანდით არინანეთ კიდევ ერთხელ შემიძლია. ძალიან კარგია, მიხარია რომ ესეთი რანგის ტურნირებს აწყობს საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირი და რომელი ქვეყნებიდან არიან ეს მონაწილეები, უცხოეთიდან ჩამოსულები, რომლებიც მინდა გითხრათ რომ დღის მთავარ ბრძოლაში მონაწილეობას იღებს მოკრივე ზიმბაბვედან, აფრიკიდან არის ჩამოსული, პრეტენდენტი იყო და რეიტინგით უწევდა და ამ ხელაგზა გამოიარა, წარმოიდგინეთ, იმიტომ რომ ეს არ არის მარტივი და ლოკალური პროექტი, როგორც გითხარით უკვე მსოფლიო დონეზე გადის და ზიმბაბვედან არის მთავარი ბრძოლაში მონაწილე, გარდა ამისა მოკრივეები ყავს ისრაელიდან, ამ ეტაპზე ყავს მოკრივე უზბეკეთიდან, რომელიც ერთმანეთის წინააღმდეგ იღებენ მონაწილეობას, გარდა ამისა მინდა გითხრათ რომ მსგავსი შოუები ტარდება ძალიან ინტენსიურად, თითქმის ყოველთვიურად და სხვადასხვა ქვეყნებიდან წინა შოუებზე ჩამოსული იყვნენ საფრანგეთიდან, მოლდოვიდან, ირანიდან და იტალიიდან და ასე შემდეგ სხვადასხვა ქვეყნებიდან, ვისაც ეკუთვნის რეიტინგში უკვე ყველა ცდილობს რომ მოხვდეს აი ამ დიდ შოუებზე, როგორც საქართველოში ტარდება პროფესიონალური კრივის კავშირისა და Boxing Group Promotion-ის მიერ.
და მე ვიცი რომ უკვე დაინტერესება არის ამ ტურნირების მხრიდან, კერძო კომპანიების მხრიდან რაღაც გარკვეული ინტერესი არის და მე ვფიქრობ რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ აი იმ დღესასწაულს, რომელსაც უწყობს ქართველ ხალხს ბატონი გიორგი კანდერაკი თავისი რესურსით, იმიტომ რომ კრივის კავშირის პრეზიდენტი თვითონ ბრძანდება იმისათვის რომ ეს გაფართოვდეს, უფრო იყოს უფრო მოცულობითი, უფრო მეტი მონაწილე იყოს უცხოეთიდან, ამაში ირდება რა თქმა უნდა მხარდაჭერა და მე ვფიქრობ რომ გარკვეული გამოხმაურება იქნება სერიოზული კერძო კომპანიებიდან, იმიტომ რომ ხედავთ რომ რამხელა აჟიოტაჟი არის, ესე იგი ერთი ტურნირი ფაქტობრივად იზიდავს თელს ესე იგი რაიონებს და რეგიონებს. ეხლა სადაც კი ჩავიდა და სადაც კი იყო ეს ტურნირი, ყველგან ფაქტობრივად გავსებულია დარბაზები. კი, ნამდვილად მინდა დაგეთანხმოთ, რომ არ ვიცი, ნახა ქართული კრივის კომაგმა და ვინც არ არის ჩართული იმათვის ვიტყვი, რომ მართლაც რუსთავში იყო სრული ანშლაგი, მე ქუთაისში ჩატარდა სრული ანშლაგი, თბილისშიც ანალოგიურად ველოდებით, მინდა გითხრათ, რომ აი ძალიან კარგი თანამშრომლობაა, როგორც უკვე აღნიშნე წელს უკვე 2025 წლიდან პროფესიონალურ კრივის გვერდში უდგას სპორტის სამინისტრო და ნელ-ნელა უკვე მიდის მუშაობა და გამოდიან კომპანიებიც კერძო ინიციატივებისთვის საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირი, ასევე ბოქსინგ პრომოუშენი ღია და აი ამ კერძო კომპანიების ხელშეწყობით, ჩართულობით შესაძლებელია მართლა ძალიან დიდი და მსოფლიო დონის შოუების გამართვა საქართველოში, ასე რომ რაც უფრო მეტი კერძო კომპანია გამოთქვავს ინტერესს რომ ჩაერთოს აი ამ დიდ პროექტში, მოგეხსენებათ პროფესიონალური კრივი, ეს არის რა თქმა უნდა სპორტი პირველ რიგში, ამავდროულად არის დიდი შოუ, დიდი სანახაობა, რომელიც იზიდავს მასებს. თქვენ თვითონ თქვით რომ რეგიონებიდან ძალიან ბევრი ინტერესია, მათ შორის მოკრივეები, რომლებიც ქართველები არიან, წარმოადგენენ საქართველოს თითქმის ყველა კუთხეს, სხვადასხვა რაიონების კრივის კლუბებიდან არიან წარმოდგენილები, თითოეული მათგანი, მერე თითოეულ მათგანს უკვე ადგილზე ჩააქვს აი ეს მუხტი და რომ გამოჩნდება ამ ხელა შოუზე მისი მიბაძვით კიდევ ახალი თაობა იწყებს ძალიან ბევრი კრივზე ვარჯიშს და ერთგვარი ბუმიც არის, შეიძლება ითქვას, საკრივო უკვე საქართველოში დაწყებული, ყველა დარბაზში მწვრთნელები ამბობენ, რომ ძალიან ბევრი ინტერესდება, ძალიან ბევრი ბავშვი მოდის, ყველას უხარია, მით უმეტეს ქართველებს გვაქვს ეს რაღაცა გენეტიკაშიც რომ კარგად გამოგვდის, შეგვიძლია ხასიათში ჩაჯდა მოკლედ ეს კრივი თავიდან ბოლომდე და ეხლა აი სწორედ ამ საერთაშორისო ბრძოლებით, აი ამ სოფლიო ქამრის გათამაშებებით, უცხოელებთან ხშირი კონტაქტით, მათთან ხშირი ბრძოლებით ქართველ მოკრივეთა დონეც უკვე ნელ-ნელა ეტაპობრივად ძალიან მაღალ საფეხურზე ადის და დღეს განაცხადა სწორედ საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირის პრეზიდენტმა გიორგი კანდელაკმა, რომ ეს იგეგმება უკვე საქართველოს საჩემპიონო ქამრების გათამაშება 10 წონით კატეგორიაში, საუკეთესოებს უკვე შეეძლებათ, რომ 10 რაუნდიანი ბრძოლები იჩხუბონ საქართველოს ჩემპიონის ქამრისთვის, რომელიც იქნება ძალიან პრესტიჟული, ძალიან მაგარი, ეს დონეს აწევს ერთიათად ქართველი მოკრივეების მსოფლიო რეიტინგშიც და შესაბამისად უკვე გვექნება შესაძლებლობა რომ აბსოლუტურად კონკურენცია გაუწიოთ მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში საუკეთესო მოკრივეებს და სწორედ ეს არის მიზანი რომ სულ მალე ყავდეს ისეთი ჩემპიონები როგორებიც არიან ვარსკვლავები, მსოფლიო კრივის ვარსკვლავები და დარწმუნებული ვარ რომ ეს არ არის ეგ დრო. გასაგებია, დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო იყო თქვენთან გასაუბრება ბატონ ლევან და ძალიან საინტერესო და იმედისმომცემი ინფორმაციები გაგვაცანით და ეს იმას ნიშნავს, რომ ქართული კრივი ცოცხალია, ქართული კრივის ეყოლება ახალი ვარსკვლავები, იმიტომ რომ აი ესეთი საერთაშორისო ტურნირები შობს ახალგაზრდა საკმაოდ იმედისმომცემ მოკრივეებს და იმედი გვაქვს, რომ ჩვენ მალე ვიხილავთ ოლიმპიადაზე, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებზე გამარჯვებულებს საქართველოს სახელით მოასპარეზე მოკრივეებს და აი ამის დასაბამი იქნება სწორედ აი ესეთი ტურნირები. დიდი მადლობას მოგახსენებთ. მადლობა თქვენ და გისურვებთ წარმატებებს. გაიხარეთ. ბატონი ლევან ქერდიყოშვილი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი, საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირის პრესსამსახურის უფროსი. ამით მე მინდა დაგემშვიდობოთ. ჩვენ შევხვდებით უკვე ორშაბათს ერთმანეთს, კარგად ბრძანდებოდეთ.